მეუბნება რომ შეიცვალეო, სხვანაირი გახდიო. ხო და მეც მსიამოვნებს ხა თან უკვე რო გადიხარ საზოგადოებაში და ცნობენ და რაღაცა სასიამოვნო არა. ჩემი თავი შემიძლია განმახორციელო ამ თოჯინაში. ჩემი ემოცია, ჩემი განცდები. და რაღაც შინაგანი სრულყოფილებას იწვევს. აი მინდა რომ უბედურება გამოვხატო, ან ბედნიერება გამოვხატო, ან სიმშვიდე. აი ეს ემოციები გამოიხატება ჩემ თოჯინებში რა. ну შესაძლებლად მე რა მომოსავ როგორც ემოცია აქვს ისეთ გარეგნობაც რომ ისეთ ლამაზი ქონდეს. ინტერნეტში ნახე რა ეს თოჯინები. ბევრს რუსებს აქვთ ძალიან კარგი თოჯინები და ევროპელებს. მაშინ ცოტა იყო საქართველოში, მაგრამ ეხლა უკვე გამრავლდა და უკვე ბევრი აკეთებს. ხო და მე ვცდი მეთქი რა, რა ვიცი, რაც გამოვა, ნახოთ მეთქი რა გამოვა. ხო და რო აკეთებდი მე თანდათან ერთის მერე მივხვდი რომ უკეთესად შემიძლია, მეორეს მერე უკეთესად შემიძლია მეთქი და თანდათან უკეთეს ვაკეთებდი. ფილმებიდან მომწონს ძალიან პერსონაჟების აღება და ამ ხას ვაგრძელებ. აქსესუარებს ყველაფერს აბსოლუტურად მე ვაკეთებ. იმიტომ რომ ფეხსაცმელიდან დაწყებული თმის პარიკით დამთავრებული ყველაფერს მე ვაკეთებ. და საინტერესოა რა თვითონ პროცესი, აი რანაირი ფეხსაცმელს ჩააცმევ, როგორ კაბას მოარგებ. ჯინების პარიკი ცალკე კეთდება. აბსოლუტურად დამოუკიდებელია ეს პარიკი, თავზე ვაცვალთ სხვა მასალას. შემდეგ თმებს ვამაგრებთ და მე ვაცლით იმ მასალას და თმებს ვაძებებთ თავზე. იდეა რაც ჩაიფიქრე ის რომ ბოლომდე დაასრულო ორი თვე უნდა. ბოლოს რო ვამთავრებ ხოლმე, მაინც კიდევ ვუყურებ, გადავიღებ ხოლმე ვიდეოს, აბა მაინც ჩანს ვიდეოში რამე თუ ცუდად არის. ეს დროში მოგზაური კაცია. აი ეს მინდოდა გადმომეცა როგორი ახალგაზრდა ხარ და მე ნელ-ნელა რო ბერდება ადამიანი და ერთ თოჯინაში მინდოდა ეს გამომეხატა. აქეთ ახალგაზრდა, აქეთ მოხუცი. ეს გოგო ომის თემას მიუძღვენი. აი ომი რო დაიწყო რუსეთმა, ყველანი ძალიან ცუდად ვიყავით მაშინ და მინდოდა ისეთი რაღაცა, რომ აი ქალებიც ვაპროტესტებთ ამ ომს. ხმალი, რომელიც არ უნდა იყოს მოქმედებაში. და ეს კიდე უკვდავების ბარძიმი. კი, ეს თოჯინა მე ვარ. ესეთი გოგო გავაკეთე, რომელიც გამოდის შინაგანი მარწუხებიდან, ასე ვთქვათ. აი ძალიან რთული, ცოტა ძალიან რთული ცხოვრება მქონდა და იქიდან გავთავისუფლდი და შევედი სხვა სამყაროში. და ეს ემოციით მინდოდა გამომეხატა და ეს ემოცია გამოვხატე ასეთი ფორმით. ცოტა ესეთი შავ-თეთრი ცხოვრება და ფერად-ფერადი ვარდები. ჩემი ცხოვრების გზაზე. იმედია, აზრი ყველაფერი კარგად იქნება.